დღეს იმედგაცრუებულები ვიყოთ. შეიძლება უძინარი სახით, დაღლილი სახით, მაგრამ იმაზე იმედიანად ვიდრე გუში. და რატომ? გუში ჩვენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა, მომავალმა სტუდენტებმა, ანუ აბიტურიენტებმა და მოქალაქეებმა, ვისაც ახელვებთ ეს ქვეყანა დავაფუძნეთ ახალგაზრდული მოძრაობა გუშაგები და განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს მომავლის დასაცავად. ჩვენ ვიბრძოლებთ სამშობლოს დასაბრუნებლად. იმ სამშობლოს, რომელიც წაგვარდვა ბიძინა ივანიშვილმა გაყალბებული არჩევნების გზით. ალბათ იკითხავთ, რა შუაშია არჩევნები და სამშობლოს დაკარგვა. გეტყვით, ჩვენ თითოეული ჩვენგანი არჩევნებზე დავდივართ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს სახელმწიფოში, განვითარებულ სახელმწიფოში და როცა გვართმევენ არჩევნებს და როცა გვართმევენ არჩევანის უფლებას, ეს ნიშნავს, რომ გვართმევენ სამშობლოს და წართმეულ სამშობლოში განათლების მიღებას ფასი არ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს განათლების მიღება, პირიქით. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ჩაატაროს ხელახალი არჩევნები, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა. ეს კი სამომავლოდ იქნება გარანტი, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტები გათავისუფლდებიან პარტიული მარწუხებისგან და სტუდენტებს შეგვეძლება დამოუკიდებელ და განვითარებულ უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა გვექნება. დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, მაგრამ არ ვართ. არ ვართ იმიტომ, რომ გუში მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეები, რომლებსაც ესმოდათ ჩვენი, რომლებსაც ტკიოდათ სამშობლო, მოდიოდნენ ჩვენთან და არებ ჩაკეტილი, მაგრამ ღია ფანჯრიდან გვაწვდიდნენ საკვებს, საჭმელს, ბლეთს, რათა ყოფილიყავით კომფორტულად. მაგრამ მეგობრებო, ამ ქვეყანაში კომფორტულად ვერ ვიქნებით. სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, სანამ ქართული ოცნება გააგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, სანამ ბიძინა ივანიშვილს საქართველო მიყავს რუსეთისკენ, ვერც ერთი ჩვენგანი ამ ქვეყანაში კომფორტულად ვერ იცხოვრებს. და თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა არის დასაცავი, და თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა არის დასაბრუნებელი, მაშინ უნდა ვთქვათ და უნდა მზადყოფნა გამოვთქვათ, რომ ჩვენ ფიზიკურად მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად. რა იყო გუშინდელი ჩვენი მოძრაობის მიზანი? გუშაგები. ეს სახელი არის სიმბოლური, იმიტომ რომ თითოეული თქვენგანი ვართ გუშაგები პირველ რიგში, საკუთარი თავის, საკუთარი ხმების, საკუთარი უნივერსიტეტის, საკუთარი ქალაქის და საკუთარი სამშობლოს გუშაგები. ჩვენ უნდა დავიცვათ და ვუგუშაგოთ ჩვენი შვილების, თქვენი შვილების, ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ბებია ბაბუების მომავალს. და ჩვენ არ უნდა დავუთმოთ სამშობლო რუსეთს და რუსეთის ხელით მოვლენილ ბიძინა ივანიშვილს. თუ ამას გავაკეთებთ, ნიშნავს, რომ სამშობლო ხდება. თუ უნივერსიტეტს დავუთმობთ ქართულ ოცნებას, ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კვდება. თუ გარდაიცვლება უნივერსიტეტი, გარდავიცვლებით სტუდენტები და გარდაიცვლება ქვეყანაც. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გამოდით და დაგვიდექით მხარში. ჩვენ დავაანონსეთ უწყვეტი პროტესტი. ეს პროტესტი ხან აქციის ფორმატით იქნება, ხან სხვა ფორმატით იქნება, ხან ხამის გათევით იქნება, მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ შედეგზე გასვლამდე, სანამ ჩვენ არ გავართ შედეგზე, პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ გაგრძელდება უწყვეტად და მტკიცედ. მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო,
პირველ რიგში მადლობა თანადგომისთვის, სოლიდარობისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ კარგად იცით, რომ გუში მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ სათუმელი ახალგაზრდები ვიყავით გუშაგები ჩვენი ევროპული არჩევანის წინაშე, რომელმაც წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა და მიიტაცა ის რუსული სპეცოპერაციის გზით. სწორედ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მთავარი წყარო, მთავარი საპროტესტო მოძრაობების ამ რეგიონში. თქვენ კარგად გახსოვთ შარშან გაზაფხულზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები, რამაც გაეერთიანა არაერთი ახალგაზრდა თუ სტუდენტი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთიანად. ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ გაყალბებულ მოპარულ არჩევნებს, რომელიც წაიღო რუსულმა რეჟიმმა. ჩვენ თავის მხრივ უნდა ვიყოთ მტკიცე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ამ პროცესში, რათა ვაიძულოთ რუსული რეჟიმი დააჭდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენ უნდა ვქონდეს მტკიცე გეგმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვაიძულოთ დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს ხელახალი არჩევნები. მე როგორც ერთ-ერთი ბათუმელი, ერთ-ერთი თქვენი თანამებრძოლი, არ ვაპირებ გაჩერებას, რადგან ვიცი, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მასივი, ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მე მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით ჩვენ საბოლოოდ მივახცევთ იმ გამარჯვებას, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოგფარა ამ გამარჯვებით. მადლობა კიდევ ერთხელ სოლიდარობისთვის. ჩვენ დროდადრო გაგაცნობთ ჩვენს გეგმებს, უწყვეტი რეჟიმია ჩვენი პროტესტის და ეს ყველაფერი იქნება ჩვენი ბრძოლის დაგვირგვინება. მადლობა.